გამარჯობა საქართველო, გიზა უჯარმელი ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ამჯერად ბოსტონიდან, მასაჩუსეტის შტატი. სულ რაღაც 5 წუთის წინ ჩამოვფრინდი ველოდები ბარგს. აქ ვიმყოფები უძრავი ქონების კონფერენციაზე. ანუ ეროვნული უძრავი ქონების ასოციაცია ატარებს ყოველწლიურ კონფერენციას, სადაც აი უკვე 2 წელია ზედიზედ ჩამოვდივარ. გასულ წელს ვიყავი ჩიკაგოში. და მე გადავწყვიტე რომ ყოველ წელს ჩამოვიდოდი კონფერენციაზე, რამე თუ ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა პროფესიონალური განვითარების მხრივ და ჩემს პროფესიაშიც ახალი ტრენდების შესწავლის და უფრო მეტის გაგების. ეს ჩვენი სასტუმროა და სამწუხაროდ ვინის გაფიცვა მომსახურე პერსონალის გაფიცვა მიდის და აი ესე ხდება ჩვენი სასტუმრო ჩვენ საკმაოდ ხმაურიანი. კეთილი იყოს თქვენი მოგზანება ბოსტონში. ძალიან ცოტა დრო მქონდა აეროპორტსა და სასტუმროს შორის. რიგიანად რეგისტრაციაც ვერ მოვასწარი, მაგრამ რაც თავარია მოვასწარი გახსნის საღამოზე. ეს არის შავი სამოსელის დღე, ანუ ეს მოთხოვნა ასეთი რომ დღევანდელ საღამოზე ყველას უნდა ეცვას განსაკუთრებით კაცებს შავი სამოსელი და შავი ყელსაბამი. საკონფერენციო ცენტრი, აი ყველა ვისაც ახლა ხედავთ, არის ამერიკის საერთაშორისო უძრავი ქონების პროფესიონალთა ასოციაცია, არის ასე მოკლედ NAR. National Association of Realtors. ძალიან განვიცდიდი რომ რეგისტრაცია ვერ მოვასწარი, მაგრამ ეს ამერიკა არ იქნებოდა ამერიკა თუ შეეშლებოდა საორგანიზაციო საკითხი. ანუ მოვედი და ყველაფერი ისე დონეზეა ორგანიზირებული რომ აქვე დამახვედეს ჩემი რეგისტრაცია, აი. ჩემი დასასწრები ბილეთები ამ გალაზე. აი. სადაც მითითებულიც კი არის ჩემი მაგიდის ნომერი. ნუ აი ეს ძალიან მაგარი აქვს ამერიკელებს. იციან ორგანიზაციული საკითხების მოგვარება ძალიან მაღალ დონეზე. უბრალოდ სასიამოვნოა, იმიტომ რომ ადამიანს ბევრ თავის ტკივილს ააცილებს ხოლმე. ძალიან დიდი ორგანიზაცია და ძალიან მნიშვნელოვანი და ძლიერი ორგანიზაცია, რომელიც იცავს უძრავი ქონების აგენტების და პროფესიონალების უფლებებს და ბევრ საკითხში ეხმარება სახელმწიფო ორგანოებსაც უძრავი ქონების კანონმდებლობის მიღებაში და წესრიგში მოყვანაში. არის წარმოდგენილი ბევრ ქვეყანაში, ვიცი არის საქართველოს უძრავი ქონების ასოციაცია, მაგრამ ჯერ ვერ არის ისეთი ორგანიზირებული, როგორც ეს სასურველი იქნებოდა. აქ იქნებიან ჩემი მეგობრები უკრაინიდან, მრავალი სხვა ქვეყნიდან. აი ესეთი მეგა ივენტია. ესეთი უსასრულო დიდი მასშტაბის სუფრა. არ ვიცი რაც გინდათ ის შეარქვით. აი ესეთი სილამაზეა გადაშლილი. მე არ ვიცი ვისთან მოხდები მაგიდასთან, მაგრამ საინტერესოა, მიყვარს ახალი ადამიანების გაცნობა. მე სპეციალურად უკვე დავნაყრდი, ეს ამდენი მოვასწარე, რომ არ მეყვარს, როდესაც ორგანიზებულ შეხვედრებზე მივდივარ და ადამიანი მშიერია. ადამიანი ასეთ შეხვედრებზე უნდა მივიდეს დანაყრებული, მიუხედავად იმისა, რომ უხვაწაჭველია, იმიტომ რომ როდესაც ადამიანს არშია, არის წყნარად და არავითარი სიჩქარის გრძნობა არ აქვს, არავითარი მოუთმენლობის გრძნობა და თავისუფლად შეუძლია ურთიერთობები დაამყაროს და ისაუბროს ადამიანებთან. ეს მნიშვნელოვანია, ამას ყოველთვის ვაკეთებ და არასდროს არ დამავიწყდება ამის გაკეთება. სრულდება ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული ჰიმნი. ყოველი კონფერენცია, ყოველი დიდი ივენთი, როგორც წესი, ჰიმნით იწყება ამერიკაში.
ეს არის შვენიერი ტრადიცია, რომელიც აუცილებელია, რომ ჩვენც დავამკვიდროთ. გასართობი პროგრამა აი ამდენი სტუმრისათვის 2100 ადამიანი იმყოფება ამ დარბაზში აი ამ ბახშამზე უძრავი ქონების ასოციაციის ახლად არჩეული პრეზიდენტი, ეს უკვე 111 პრეზიდენტია უძრავი ქონების ასოციაციის ისტორიაში. ყოველ წელს ახალ პრეზიდენტს ირჩევენ, მხოლოდ ერთი წლით. ამერიკის ეროვნული უძრავი ქონების ასოციაცია ჭიდროდ მუშაობს ბევრ სხვა ქვეყანასთან ერთად, რომ გაიტანოს ამერიკის ფარგლებს გარეთ, რაც შეიძლება უფრო მეტი ამ ასოციაციის მუშაობის შესახებ, ნორმების შესახებ, წესების შესახებ და პროფესიონალური სტანდარტების შესახებ. How are you? Good to see you. Chas Ukraine. Yes. It is the hour of Ukraine, right? This is the president of Ukrainian Association. Камарчева, Артур, очень приятно тебя видеть. А будет какой-то presentation для Украины? Вот ролик наш украинский, да. Ага. Беларусь, Украина. А где моя Грузия? Здравствуйте. Рад видеть. Как ваш день? Добрый день. А Белоруссия тоже presenting? Ага. Красиво. Let's see if I find my Georgians. ახლა ვეძებთ ქართველებს. იმედია ქართველებს ვიპოვით. აი საქართველოს დროშაც დავინახეთ და დიდი სიამოვნებით. საქართველოს დროშა დავინახეთ, მაგრამ მაგიდან რატომღაც ცარიელია. ალბათ გამოჩნდებიან მალე ჩემი ქართველი მეგობრები. პირველად ამ წელს ქართული დელეგაციაც ესწრება ამ ივენტს. ძალიან მიხარია, რომ ასე ხდება. Господин Игорь Балака. Как дела? Ничего, ничего. Гамарджоба, флаг вынесли уже, да? Вынесли флаг. Здравствуйте, жалко. А где его выносили? Вынесли флаг уже? Гамарджоба. Церемония прошла уже? Нет еще. Это там вот, там, в большом зале. Понятно. Я там стоял, ждал, а потом решил сюда приехать. А грузинов вы не видели? Сегодня нет. Нет, да?
Церемонии флага были. Нет, вчера, кстати, я тоже их не А уже была церемония флага? видел. Репетиция вчера была. Репетиция. Вчера не было. Может, они опоздали, не помню. Да. У американцев полная растерянность. Никто ничего не знает, что-то спрашивает, столько людей. Хорошо организовано, но никто ничего не знает. Hi there, I'm Giza. Nice to meet you. Very good. ჩვენი ქართული მაგიდა. ორივე მხრიდან უკეთესი იქნებოდა დროშა რო გქონოდა. ხო აქვს რამე ემბლემები? არა, იქ კი, მაგრამ აი ცოტა მეტი უკრაინელებმა გაავსეს მაგიდა რაღაცეებით. ხო, არა უშავს. ეს საერთაშორისო პავილიონია. აი იქით უკრაინელებს ხედავთ. უკრაინულ ეროვნულ სამოსელში გამოწყობილებს. ლიტვის პავილიონი, ლიტვის განყოფილება საქართველო. და სამწუხაროდ ჩვენს გვერდით რუსეთი. აქაც გვერდ განათავსეს ჩვენი მაგიდები. ეს მოლდაველების დელეგაცია. კონფერენციის ფარგლებში დღეს საღამოს ეწყობა საერთაშორისო night out, ანუ საერთაშორისო სადილი, ასე დავარქვათ. და დღეს გაჟღერდა ესეთი ინფორმაცია, რომ 41 ქვეყნის წარმომადგენელი არის დღევანდელ ეროვნული ასოციაციის კონფერენციაზე. ეს დიდი ციფრია, რა თქმა უნდა. და რამოდენიმე ფაქტი კიდევ თქვით, რომ ეროვნული უძრავი ქონების ასოციაცია NAR, ესე იწერება ინგლისურად, ითვლის 1.3 მილიონ ადამიანს წევრად. ნუ შედარებისთვის ცოტა რომ ციფრებმა თავისთვის ილაპარაკონ, გეტყვით რომ საშუალო საწევრო წლიური არის სადღაც $750-დან $700-მდე ასე ვთქვათ, ხო? ესე მიხსენებ უბრალოდ რამდენს ვიხსნით საწევროს, სადღაც $700 ოდენობით და 1.3 მილიონი, 1.3 მილიონი წევრი. აი ეს მხოლოდ საწევროების შემოსავალი რამხელა თანხები შედის ამ ასოციაციაში. რა თქმა უნდა, ეს ასოციაცია ძალიან ბევრს აკეთებს უძრავი ქონების განვითარებისათვის, ბევრს აკეთებს კანონმდებლობის ცვლილებებისათვის, კანონმდებლობის დახვეწისათვის, აკეთებს იმისთვის კიდევ ძალიან ბევრს, რომ აგენტები და უძრავი ქონების პროფესიონალები იყვნენ დაცულები საკუთარ მოღვაწეობაში და ეს რა თქმა უნდა ძალიან დიდი სამუშაოა, რომელსაც სჭირდება ლობირება, სჭირდება პროფესიონალები, ადვოკატები და ასე შემდეგ და ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ისე როგორც ამერიკაში მუშაობს უძრავი ქონების საქმიანობა, არც ერთ ქვეყანაში არ მუშაობს. საკმაოდ დახვეწილია და საკმაოდ დაცულია ადამიანი და საკმაოდ დიდ პატივს სცემენ რეალტორს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს ჩემი მაგიდა უშუალოდ, მე-15 მაგიდა მოვხდი აქ პანამის დელეგაციასთან. პანამა. Hi. ამერიკელი ჯენტლმენი და იამაიკის დელეგაცია და ეს თუ რაღაც ერთი საათი გავიდა და ყველა ესეთ განწყობაზეა ფონით ალბათ შეატყოთ უფრო ესეთი მავრიანი ფონია ადამიანები საკმარისად შეზარხუშებულები არიან ახლა ალკოჰოლით და ყველას აქვს წინვალე განწყობა. იგივე დარბაზი 5 წუთის შემდეგ რა თქმა უნდა უკვე ყველას დაუმეგობრდი და ყველა ჩემი მეგობარია ახლობელი ჩემს მაგიდასთან არიან იამაიკიდან, პანამის რესპუბლიკიდან, დომინიკის რესპუბლიკიდან და ერთი ამერიკელი. აი ესე იწება დარბაზი. ეს უძრავი ქონების ექსპოა.
ყველაფერს, რასაც კი რაიმე სახელი გააჩნია შეერთებულ შტატებში უძრავ ქონების დარგში, ყველაფერი არის წარმოდგენილი აქ ბანკებიდან დაწყებული, საბროკერეობით დამთავრებული და რაც სულს და გულს გაუხარდება ნებისმიერი კომპანია, რომელსაც რაღაცნაირი კავშირი მაინც აქვს უძრავ ქონებასთან, არის აქ წარმოდგენილი. შეგიძლიათ იპოვოთ ის, რაზეც ოცნებობთ, ან რაც აკლია თქვენს კომპანიას, ან თქვენს საქმიანობას იმისათვის, რომ განვითარდეს. Hi there, good morning. Home and land. Oh, would be wonderful. I was just thinking about it and you just read my mind. Thank you. Can I get a copy? Sure. Thank you so much. What do you guys do? So basically you take the listing and promote in every market we want. Like if we said we want our listing to be promoted in Chicago, Milwaukee, Madison area, you'll do it, right? Well, we will work with our Publisher. franchisee over there, and as long as we have a magazine in that area, we'll work together to make sure that we have the Very cool. What if we wanted to publish our own magazine with your know-how? Do you do that? Absolutely. We actually have franchise opportunities, and what we do is we put you in touch with corporate, and we make sure that you guys work together as long as the territory is not currently owned by a franchisee. Well, we are brokerage, but we want to publish our own magazine for community. Oh, yes. We actually work with clients right now to do basically work as the printer side of the house. You know how some real estate companies have their own magazines? Yes. Absolutely. Like we are a boutique real estate agency, new one, and we want to have that kind of advantage. Absolutely. Yeah. Congratulations, first Thank of all. you. But yes, we actually do. We work with partners right now. We do. That's actually becoming more and more common. More of our Right. agencies. Yes. They want to have their. Absolutely. I mean, in Europe anyway. In America, it's kind of just taking off right now. But in Europe, you'll see all good real estate agencies. They have their own magazines. Yeah, that happens a lot. So, Yes. yeah, we actually partner with them. So that's not a problem. Send me somebody. Okay, that sounds great. Thank you. so much. Thank you. Appreciate. Აი ჩემი პირველი საუბარი შედგა ერთ-ერთ ადამიანთან, რომელმაც ეს ბიზნესი, ეს კომპანია არის აწარმოებენ უძრავი ქონების მაგაზინ ჟურნალების გამოცემას და ჩვენ გვაქვს ესეთი განზრახვა, რომ ჩვენმა კომპანიამ საკუთარი ჟურნალი გამოუშვა, სადაც იქნებოდა ჩვენი ულამაზესი უძრავი ქონება წარმოდგენილი და ადგილობრივებს ამ ჟურნალებს დავარიგებდით ადგილობრივ რესტორნებში, კაფეებში, თავშეყრის ადგილებში, სადაც პოტენციური ყიდველი შეიძლება ყოფილიყოს ჩვენთვის და ამ უძრავ ქონებასთან ერთად, რა თქმა უნდა, გავაშუქებდით გარკვეულ ივენთებს და გარკვეულ ახალ ამბებს, რომლებიც ჩვენს რეგიონში ხდება. ესეთი განზრახვა გვაქვს და ეს კომპანია, რომელსაც ახლა მე ვესაუბრე, ზუსტად ამ მიმართულებით მუშაობს. ერთ-ერთი, ასე რომ ესეთი საქმიანი გაცნობა მოხდა. ძალიან მისასალმებელია ეს ყველაფერი. აი ამიტომ ჩამოდის ადამიანი ასეთ გამოფენებზე, რომ მეტი გაიგოს თავისი საქმიანობის შესახებ და იმ შესაძლებლობებზე, რისი გამოყენება შეიძლება უძრავი ქონების საქმეში. უძრავი ქონების კომპანიები რას აღარ მოიფიქრებენ იმისათვის, რომ მარკეტინგული იდეები განახორციელონ. აი ეს იდეა მაგალითად მდგომარეობს იმაში, რომ გამოეწყოთ როგორც ადამიანი მომავლიდან, აი ესეთ ჩაცმულობაში, ესეთ სამოსელში და მე აკეთებ 3 წამიან ვიდეოს და ამ ვიდეოს გიგზავნიან უკვე თქვენ. რა არის აქ თავარი? თავარი არის ის, რომ ყველა დაიმახსოვრებს თუ რომელი კომპანიის ეგიდით ხდება ეს ყველაფერი. ეს არის კომპანია Ziplogics, შვენიერი კომპანია, რომელსაც აქვს გადასარევი კონტრაქტების დასაწერი software, რომელიც online რეჟიმში ნებისმიერ კონტრაქტი შეგიძლიათ დაწეროთ, გააფორმოთ. ეს კონტრაქტები არის შესრულებული ადვოკატების მიერ და აბსოლუტურად
როგორც ითქვან bullet proof, ანუ არავითარი ხარვეზი არ აქვს, იმიტომ რომ ყოველ წელს, ყოველ შტატში კონტრაქტის აპდეიტი ხდება, თუ კანონი იცვლება, კონტრაქტის მოცემულებებიც იცვლება. ჩვენი კომპანია მუშაობს Ziplogic-თან ერთად. მეორე დილა 6-ის ნახევარი ასე მუშაობს სასტუმროს პერსონალი. ეს სასტუმრო შერატონია ბოსტონის შუა ცენტრში. ყველა ემზადება წარმატებული დილის დასაწყებად. ამერიკას არასდროს არ ზინავს. ყოველთვის გუგუნებს ხუმრობით ასე ვამბობ ხოლმე. და მუსიკა ყოველთვის ჩართულია. ეს ხანდახან ცოტა ზედმეტად მეჩვენება. ყველგან მუსიკა, ყველგან ცდილობს გარემო რომ ადამიანის ყურადღება გადართოს რაღაც სხვაზე. თორე მუსიკა ვის არ უყვარს?